4 ავარიის ტიპი მოტოციკლეტზე. პირველი ეს არის low side, როდესაც ხდება მოტოციკლეტის ან მარჯვენა, ან მარცხენა მხარეს გასრიალება, აი ესე როგორც გამოიყურება ვიდეოზე, უფრო ხშირად მარცხენა მხარეს, იმიტომ რომ ინსტინქტურად საჭეს უხვევენ მემარჯვენეები მარცხნივ, ხო? მარცხნივ უფრო კარგად შედიან მოსახვევში ვიდრე მარჯვნივ. ნუ ახლა არ დავიწყებ მიზეზებზე თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს low side, ამას ვიტყვი შემდეგ ვიდეოებში, ახლა უბრალოდ გეტყვით აი ამ 4 ტიპს. პირველი ესე იგი low side, მისრიალებს ან მარცხენა მხარეს, ან მარჯვენა მხარეს. ნუ შედარებით უსაფრთხოა სხვა დანარჩენთან მიმართებაში, გააჩნია სიჩქარეს, ხო, რა სიჩქარით მოძრაობთ და კიდე გარემოებებს, ანუ ამ სრიალის დროს რამეს თუ შეეჯახება რაიდერი, ან სადმე გადავარდება, მოკლედ ოპცია ძალიან ბევრია, რომ შევხვდეთ სამყაროს შემქმნელს. ამიტომ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ. შემდეგ ვიდეოებში უკვე მე აგიხსნით, როგორ უნდა ავარიდოთ თავი და ასე შემდეგ. ეხლა უბრალოდ გაჩვენებთ 4 ტიპს. მეორე ეს არის high side, როდესაც მოტოციკლეტი მოძრაობს, მაგალითად შედის მოსახვევში ან უკანა საბურავი მოცულდა და მერე მკვეთრად აღიდგინა ჩაჭიდება ასფალტთან და აი ხდება ესეთი რამე გადავარდნა ზემოდან. ანუ რაიდერი გადავარდება მოტოციკლეტის ზემოდან. ამ შემთხვევაში ჯერ იქიდან გამომდინარე, რომ სიმაღლიდან ეცემა რაიდერი მაღალ სიჩქარეთ, ხო? ძირს. პლუს ამას შეიძლება მოტოციკლეტის დაგეცეთ ზემოდან. მესამე ტიპი ეს არის wheelie ავარია, როდესაც აკეთებენ სტოპის, აი ეს როცა ჩერდებიან, ან მკვეთრი დამოხვიჭების დროს, როდესაც მოტოციკლეტი დგება წინა საბურავზე და შეიძლება ამან გამოიწვიოს მოტოციკლეტის ამოყირავება და დაგეცეთ თავზე მოტოციკლეტი. ესეც საკმაოდ სახიფათოა, განსაკუთრებით ხერხემლისთვის. და მეოთხე ყველაზე სახიფათო და ფატალური ავარიის ტიპი მოტოციკლით ეს არის პირდაპირი შეჯახება, ხო, მაგალითად გვაქვს რაღაც დაბრკოლება და ჩვენ მაღალი სიჩქარით 150-200 კმ/სთ ყველანაირი მუხრუჭის და მანევრის გარეშე მკვეთრად აღმოჩენილ დაბრკოლებას ეჯახება მოტოციკლეტი. ამ შემთხვევაში გადარჩენის შანსი, რა თქმა უნდა, თითქმის არ არის და ეს არის ყველაზე ერთ-ერთი საშინელი ავარიის ტიპი მოტოციკლეტით. ამიტომ მეგობრებო, ვიყოთ ყურადღებით, შემდეგ ვიდეოებში მე განვიხილავ ამ 4-ვე ტიპს ცალ-ცალკე, აგიხსნით თუ რატო ხდება ჯერ ერთი და როგორ ავარიდოთ თავი აი ამ ავარიის ტიპებს. დარჩით არცზე, მადლობა ყურადღებისთვის.